ხათაშორის ჩვენ პატარაობაში იყო ესეთი რაღაც. ახლა თქვენ ცალ-ცალკე გაქვთ ესე მერხები და ადრე ჩვენთან იყო ხოლმე რომ ერთ მერხზე ორი ბავშვი იჯდა ხოლმე და მასწავლებელმა გამიძახა დაფასთან მათემატიკის გაკვეთილი იყო და არ მახსოვს მესამე კლასში ვიყავით რომე კლასში შეიძლება თქვენი ტოლიც ვიყავით რაღაცას მაწერინებს იქ ფორმულას თუ რაღაცას არ მახსოვს და რო დავჯექი გვერდით ერთი ჩემი თანაკლასელი მიჯდა ხოლმე თაკო ხომასულიძე და იმას აუღია ჩემი როეული და ჩემთანაც დაუწერია ის რაც ხებმა ჩაიწერს მე ხო აღარ მოვასწრებდი იმიტომ რომ მე ვწერდი დაფაზე ხო და დაუწერია ჩემთვისაც და ისე გამეხარდა ახლა აი რამდენი წელი გავიდა და როგორ მახსოვს მე თქვენც უწერდით ალბათ ამას მეკეთებდი ხო სამაგიეროს ხო და წარმოიდგინეთ რამხელა სიხარულია ერთხელ იყო კიდე საბავშვო ბაღში მოხდა ესეთი რაღაც მე სოფელში ვცხოვრობდი ხოლმე გორის რაიონის სოფელი ფლავი და კი და იქ ესე იგი საბავშვო ბაღში ხო დავდიოდი და მე რაღაცა გული ავიცრუე აღარ დავდიოდი აღარ მინდოდა ჭირივით მეჯავრებოდა იქ მისვლა და ეთყობა როგორც ჩანს მშობლებიც არ მაძალებდნენ და ერთ დღეს როდესაც მიმიყვანეს მახსოვს რომ ერთმა ბავშვმა არ ვიცი კანფეტი იყო პატარა თუ საღეჭი რეზინი იყო არ მახსოვს ახლა რაღაცა მოუწ რაღაცა ხო ისეთი ბავშვს რო გაიხარდება იმის მერე გავაგზელე ბაღში სიარული აი და წარმოიდგინეთ ახლა რამდენი წელი გავიდა სადღაც აი 34 წელი დაახლოებით და მე ის ერთი კანფეტი არ დავიწყები ისე რომ თუ გინდა რომ იმ შენმა კანფეტმა ჯიბეში რო გიდევს დიდი ხნის მანძილზე იარსებოს ხსოვნა მის შესახებ კი არ უნდა აიღო და გადასანსლო კი არ უნდა შეჭამო უნდა აიღო და სხვა საჩუქრ რო შეჭამ იმ დღესვე აღარავის ემახსოვრება ხო მართალია მაგრამ სხვისთვის თუ გაიმეტებ ეხა მე ალბათ რომ დავბერდები რომ გარდავიცლები იქამდე მე მახსოვრება ის ამბავი იმ ბავშვმა რო გააკეთა ხო მართალია მე იმ ბავშვის სახელი და გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ მაგრამ ის რაც მან გააკეთა ეგ მახსოვს ისე რომ თქვენი გაკეთებული სიკეთე ვიღაცა შეიძლება 100 წელი დაამახსოვრდეს ამიტომ აი სანამ რაღაცა სიკეთის კეთებას რო დააპირებ შეიძლება 1000 აზრი მოგივიდეს მე რომ დაუშვათ ვაჩუქო ამ ადამიანს ეს რაღაცა მე ხო აღარ დამრჩება ფიქრობ ესეთი აზრები მოგდის მაგრამ შეიძლება შენ რო დაგჭირს დავუშვათ აი სათამაშო მანქანა გაქვს და ახლა ფიქრობ ჩემ მეგობარს ვაჩუქო თუ არა და იმასაც ფიქრობ აბა მე რო აღარ დამრჩება მე თან ის აზრი მოგდის რომ კი მე აღარ დამრჩება მაგრამ მას ხო გაეხარდება და ესეთი ჭიდილი მიდის ადამიანში შენ თუ მაინც გაიმარჯვებ შენ სურვილებზე დაიღებ და აჩუქებ აი ამ მანქანის შესახებ ხსოვნამ შეიძლება 100 წელი და უფრო მეტი გაძლოს. უფრო მეტი როგორ იცი? ეხა მე ხო ამ ამბავს ვყვები, რომ ვიღაცამ კანფეტი მაჩუქა მეთქი. ჩემ შვილებსაც ხო უყვები. და ჩემი შვილიც რო გაიზრდება, რომ მოხუცდება, ხო იტყვის, რომ აი მამას ვიღაცამ ესე კანფეტი აჩუქა და საბავშვო ბაღში მე იმიტომ დადიოდი. ხო და აი ეხლა ხო და ზუსტად მაგაზია ლაპარაკი. რამდენი ამბავი დღეს ვიცით ჩვენ აი საუკუნეების წინანდელი რომ ერთ ადამიანს მეორესთვის სიკეთე გაუკეთებია და ამას საუკუნეებია 100 წელი 1000 წელი 1500 წელი ის ამბავი არ კვდება სულ ცოცხალია მაგრამ თუ დაენანებოდა რაღაცა ნივთი და ვერ გაჩუქებდა ის ნივთი ერთ თვეში ორ თვეში შეიძლება გატეხილიყო და გადაეყარათ ნაგავში მორჩა აღარავის აღარ ახსოვს